boom, 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 boom. I'm gonna shoot you right down, right off of your feet. Boom, 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 boom. Shoot you right down. Bang, 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 bang. Right off of your feet. Boom, 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 boom. ნაციონალური და საერთაშორისო სამეჯლისო სპორტული ცეკვების მსოფლიო კლასის მსაჯი შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი. მოგესალმებით ქალბატონო შორენა. საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის. ცეკვავენ ვარსკვლავების აღმასრულებელი პროდიუსერი და მთავარი მსაჯი. მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი, პროდიუსერი, ამერიკის ნაციონალური და საერთაშორისო ცეკვების მსოფლიო კლასის მსაჯი გოჩა ჩერტკოევი. Sağamım mშვიდობისა, ბატონო გოჩა. Gocha, good evening, man. Good evening. How are you? I'm fine. How are you? Fine too, thank you. How are you? კარგი, ჟიური ადგილზეა. ტელეიმედის პირდაპირ ეთერშია ცეკვავენ ვარსკვლავები. ირაკლი მაკაცარია. ბაჩანა ჭანტურია. შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი. გოჩა ჩერტკოევი. მესინაშია ქართული ტური. რომ ბაჩანა ჭანტურიას და აღანსამ აფხაზეთს მივესალმო, კეთილი იყოს თქვენი მოგზანება. სიმბოლურიც არის, რომ დღეს ჩვენმა არა ქართველმა მონაწილემ გახსნა ქართული ტური. ვფიქრობ, რომ იმ 5 თუ 6 დღის თქვენი ნამუშევარი დღეს სცენაზე შედგა და ამისთვის დიდი მადლობა. საერთო ჯამში კარგად შეასრულე, ოდნავ ცენტრის ძალიან რბილი იყო. ყოჩა. აქამდე კისერი ვერ გაასწორე, ნიკ ვერაფრით და ესე ჯოხივით გასწორებული როგორ გახდი ერთ კვირაში ვერ გა right მთელი გული იყო ამას ჩადებული, ხასიათი არაჩვეულებრივი, სუფთად შესრულებული, მე პირადად ძალიან ვისიამოვნე. ფეხის ტერფები უფრო უკეთესად ქონდა აქ, ვიდრე შენ ჯაივში. ანის შეეხება მე არ ვიცი, მინდა რომ ყველა შემდეგი და შემდგომი ტური იყოს ესეთი წარმატებული, როგორიც დღეს იყო შენთვის ეს ტური. დაიწყე კარგად, დაამთავრე კარგად. ქორეოგრაფი არაფერი შეგეშალა, შემოგაგო ძალიან იმპრესებს. თავიდანვე უკვე იყავი თავიდან ბოლომდე ჩაძირული იმ ხასიათში, რომელიც ქორეოგრაფებმა ძალიან კარგად გადმოგცეს და ყოჩახ, შენ რომ არ დაკარგე ეს ხასიათი ბოლომდე. კარგად მისდევდი მუსიკას შიგნით, აი ზუსტად დარტყმებში ძალიან ყურს, რასაც ესმოდა, თვალი იმას ხედავდა. რთულია, ეს ფეხის წელზე რომ დადეკი. ძალიან რთულია მართლა გააკეთო. ოტა, აი ძალიან ძლიერი ხასიათი. მე
მე მგონია რომ შენ ყოველ კვირა უფრო იზრდები, ფეხის წვერები, ხასიათი, ეს ყველაფერი კარგად გამოგივიდა, კაი გოგო ხარ. ეწვის ხიდზე გავიარეთ და ძალიან რთულია. მანდილოსანი იყო და მოძრაობებს აკეთებდა ვაჟის და არ გადაგვეზარდო სიხისტეში. მარიან სალო. ბალს ჩემპ აი ეს ნომერი. right რაც იცებ იყო ყველაზე ძლიერი და დაბალანსებული. იმიტომ რომ ქალი იყო ქალი, კაცი იყო კაცი, ენერგია იყო ლაღი და ლამაზი. აქ აბსოლუტურად არანაირი კომენტარი არ შეიძლება რომ გავაკეთო გარდა იმისა რომ ის იყოს საოცარი ნომერი. რაც ვიგრძელი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო რომ ამ კუთხის შვილი ზუსტად ასე უნდა ცეკვავდეს ამ ცეკვას. მე ვგრძნობდი რამხელა სიამოვნებას იღებდი თითოეულ ხელის მოძრაობაში, კოორდინაციაში. არ მაინტერესებს რომელი კუთხიდან, ყველა კუთხიდან, ყველაზე ძლიერი ნომერი იყო ეს აბსოლუტურად. თონო შორენა. საღამო მშვიდობისა, ყველას მოგესალმებით. დღეს ახლა მეოთხედ ფინალია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ალბათ უნდა წავიდეს სახში და ნახევარფინალში უნდა გადაიდეს ყველა. ამიტომ ყველა ნომერი უნდა იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, უმაღლეს დონეზე უნდა შეფუთოთ და ისე უნდა მოიტანოთ. ახლა სამბა, Brazilian samba, ხო? Tata welcome, ძალიან კარგი addition არის, ლამაზად გამოიყურებით, ძალიან კაი. რაც შეეხება ახლა სამბას, თავიდან ძალიან ეფექტური დაწყება ჰქონდა მუსიკალურად ხელები, თეძო, სახის მიმოხედვა, ეს ყველაფერი კარგად იყო. ახლა აქ არ ვიცოდი, აქ რო იჯექი უცბად გადახდი, ეს არაუშავს, ალბათ კარგად ჩანდა ტელევიზორში. ახლა როგორ? საჯობა მოინ. საჯობა მოინ. Yes. ნუ ახლა ესეთ გოგონებს რო შეაფასებ, 10-იანი დაუწერე, არა? კი, გეთანხმები ლამაზად გამოიყურებით. ახლა რაც შეეხება სამბას, ხო? კი, ეცადე რომ მოძრაობები გაგეკეთებინა, იქ ცოტა სალსა მოძრაობა ჩასვი. მე სამბა როლში რო შეხვედი, მარიამი, ცოტა ოდნავ ხელიც რომ გაგეშალა, კარგი იქნებოდა, ცოტა შებოჭილი იყავი ესე, უფრო უნდა გახსნილი ყოფილიყავი. თეძოები კი პროფაილში რო თქვი რომ ავამუშაო, კი, ეცადე, მაგრამ სამბა ბაუნსი გაკლდა ცოტა. აპოზიშენი გაგდა, ბოტოფოგოს და იმებს stationary გააკეთე, მაგრამ საერთო ჯამში არ იყო ცუდი. როგორც ბრაზილიური სამბა, ახლა კარნავალი იწყება, როგორც ვიცით, ამ თვის ბოლოს, ხო, რა თქმა უნდა, ხო, in Brazil. და ყველას გეპატიჟებით. ხო, წავედით ყველა, shake, ja, ბათაკადეთ, ხო? შენ ბილეთს მე ვიყიდი. დან, მოვდივარ. Okay. So, საერთო ჯამში მომეწონა, მაგრამ უფრო მეტი ხარისხი მინდოდა, რა კი ეს არის ნახევარი ფინალი. მადლობა. დიდი მადლობა და გოჩა გთხოვთ, შევაფასოთ. ქალბატონო შორნა ნუბძანდებით ესეთი ბოროტი. Just ვა გოჩა შერტყოებმა. ვა გოჩა იხუმრა გოჩა შერტყოებმა, ხო, მართალია. არა ყველაფერი მართალი გითხეს ჩემმა ლამაზმა კოლეგებმა, რა თქმა უნდა, მე ვხუმრობ. Of course. მაგრამ, okay, როგორ მოგწონ ჩვენი პირველი ნომერი? Come on. მეოთხე ფინალი. კარგი, თუ ეს უკვე დარჩა, რო იტყვიან, like the cream of the cream. Okay? ბოლო უძლიერზე კარგი წყვილები არიან სულ ყველა და კიდე ერთი მეორე რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი სანამ შევაფასებ ამ ყველაფერს. აი, როგორი ლამაზი გოგონები გვყავს შეხედეთ. არც ერთია მოცეკვავე პროფესიონალი. არც მეორეა მოცეკვავე პროფესიონალი. აი, შეხედეთ როგორი ლამაზები გოგონები არიან. ნუ გშურშე. ვისი? შენ არ ვიცი. ვისი მშურს გოჩა ჩამოყალიბდი. ხუმრობ, რაღაც ხუმრობის. Okay, სამბა რა შეეხება სამბა. Alright, რა არის ახლა? როგორც გახსნა იყო ძალიან კარგი. Energy ყველაფერი ორე ფუთდა. ყველაფერი როგორ იტყვიან? გოგონები ერთმანეთს, აი ძალიან ლამაზი კომპლიმენტი გაუწიეთ. Usually რა ხდება, ესე სამეული რო ხდება. ერთი უფრო ძლიერია, ერთი უფრო გამოცდილია, ან რაღაცა energy ერთმანეთში ვერ ეწყობიან, ან ყოფილი ვარსკვლავს ეზარება, ან დღევანდელ ვარსკვლავს არ უყავს ყოფილი ვარსკვლავი, რა ვიცი, რაღაცები ხდება, okay? მინახია ესეთი. თუ არ უყვარს ხო არ დაიმატებდა გოჩა. არა, უყვარს შეიძლება უყვარს, მაგრამ მაინც და მაინც კონკრეტულზე არ გულისხმობ. არა, no, my god. კარგი, ბოდიში ხვას აღარ მოვიღე. მაპატიეთ ბატონო.
განაგრძელოთ, please. გავაგრძელოთ. პროვოკაციის ხასიათზე ხარ დღეს. No, okay, რა მე უბრალოდ ნაწყენი ვარ, რომ მე არ ვარ დამატებული. გითხარი წეღან უქშურს, მაგას გეუბნებოდ. ამას გულისხმობ. მაგას გეუბნებოდ. But anyway, so, რაც შეეხება ჯგუფი was fantastic. არც ერთნაირად მე ყოველთვის უყურებ თელევიზიაში, აი როგორ არის ეს სამეული შეხამებული, okay? და ყოველთვის რაღაც აკლია და იშვიათია რომ არაფერი. რაც შეეხება სამეულს არაფერია ერთი ენერგიით, ერთი ჯგუფი, ერთი ოჯახი, ეს Brazilian family, იცეკვეთ სამბა. თვითონ სამბა. Yes, თვითონ სამბა. რაც შეეხება Yeah, I mean, ჩემი გემოვნების უფრო ოდნავ მრავალფეროვან, ახლა პროფესორობ ქართულად, many dimensional choreography-ს გავაკეთებდი, okay? მაგრამ ძალიან მეტი პატაკადა, ძალიან მეტი side by side, მაგრამ that's fine. არ იყო მაინც და მაინც ისეთი რომ გაილახო მაგის გამო, მაგრამ მომავალში გაითვალისწინეთ, okay? დანარჩენი ახლა რა გითხრა? ნახოთ რას იზავენ შემდეგი სხვა წყვილები, დასაწყისისთვის შვენიერი ნომერი და ძალიან ლამაზები იყავით სამი. Okay, well. დიდი მადლობა, ეს იყო ბატონი გოჩას შეფასება. Welcome საღამოშვიდობის Nick and Ira. Foxtrot, International Foxtrot იყო majority უმეტესობა იყო. ყველაზე რთული ცეკვა რაც არსებობს. ლამაზად ახართ შეფუთული navy color ძალიან გიხდებათ. Very nice. Actually Nick, you are very good sport. ძალიან. ქართულად როგორ თქვა very good sport? თარჯიმანი გოჩა? გოჩა, თარჯიმანი ხო შენ ხარ ჩვენ. Oh my god, მე რო გავხდები თარჯიმანი. No, anyway. ისმეთ როგორ? I wanted him to know he's very good sport. You were very good sport. I mean, აი, კარგი მხარდამჭერი ხარო, თუ როგორ. არა, არ გამთავრდა. თარგმანი მოკლედ, anyway, ნიკმა მინდა რომ გაიგოს ეს ზუსტად. ძალიან კარგად მოდიხარ პირველივე დღიდან, ცოტა მაგარი ხარო, რა ვიცი. არა, მაგარი ხარო არ იყო ეგ. Good sport. Anyway, you're good sport. I'm sure you understand, right? Yeah, good. As long as you understand. Yes, very good. Foxtrot რთული ცეკვა, მაგრამ ქსიამოვნებდა ცეკვავდი. მიყავდა შენი გოგო, მე თავიდანვე ვთქვი, რომ იყო ბიჭი მოცეკვავე უფრო რთულია ვიდრე გოგო, ბევრს ვერ დაგეხმარება ირა, რაც არ უნდა მოინდომოს ვერ დაგეხმარება. ხელებს ვერ დაგიჭერს და შენ თუ არ დაიჭერე. უნდა თავი გაგირბოდა ისე უბედურად წინ, თუ შეიძლება უკან დატოვეთ, ვითომ ქართულს ცეკვავ, ხო? გახსოვს წინა week, როგორ კარგად გეჭირათ, თავი რო უკან გაწიო, ხრები ჩარჩო, ლამაზი იყო, ძლიერი იყო, მყარი იყო, ფეხებს არაუშავდა, ცოტა ეგ დახტუნაობდი, მაგრამ არაუშავს. მერე რო გააკეთე American smooth side by side მოძრაობები, მე მგონი ძალიან გულიანად და კარგი წამყვანი იყავი, ერთი ხელით ლამაზად გაშალე. მეოთხე ფინალისტვის ალბათ არ იყავი ცუდად მომზადებული, ყოჩახ. დიდი მადლობა და გოჩა გისმენთ. Okay, Foxtrot, Nick, Ira. რა არის იცი ახლა რა მინდა ვთქვა რო გიყურებთ ახლა შორენა მახსენა სწორედ ახსენა სხვა შორის ეგ და ეგეც რო გიყურებთ ჩემი აზრი ეს იყო რომ იყო მამაკაცი სამეჯლისო ცეკვებში საერთოდ არაპროფესიონალი რატომღაც ახლა არ ვიზახე რომ ქალების თვადვილი არა მაგრამ უფრო რთულია იმიტომ რომ მამაკაცი არის action და ქალი არის reaction so ამიტომ თუ არ შექმენი შენ action ირა ვერ გაგიკეთებს reactions ამიტომ მე გელოდებოდი რომ როდის მოკიდებდა ხელს ირა და წაგიყვანა და ეს არ მოხდა რაც ბრავო შენ ყოჩახ მაგას absolutely ცოტა მოდი მაგას დაფასება უნდა იმიტომ რომ რა ხდება usually ესე იგი გოგონები რო არიან პროფესიონალები და რო ვერ მიყვება არა პროფესიონალი მაგალითად მოცეკვავე გოგონები ისე დადგმიან და რო იტყვიან უხეშად მიათრევენ აკეთიკით, okay? და ეს უკვე არის დარღვევა, იმიტომ რომ კაცმა უნდა დაიწყოს ეს და რეაქცია უნდა გააკეთოს ირამ. მაგაში შენ არც ერთნაირად არაფერი არ შეგეშალა. Bravo. Yes. რაც შეეხება Foxtrot, თავიდანვე დაიწყე feather step and reverse turn. რო გაგრძელებინა უფრო ესე ქორეოგრაფი იქნებოდა ძალიან კარგი, რაღაცაერად უცებ ესე იგი drastic ჩავარდნები ქონდა რომ ეს აი არ გჭირდებოდა საერთოდ ეს American style smooth Foxtrot სულ გეცევა basic Foxtrot ირა იქნებოდა ძალიან უფრო ძლიერი ნიკ მაგრამ რაც იყო ეგ იყო აი ეგ არ მომეწონა რაც შეეხება იმიტომ რომ უბრალოდ არ გჭირდებოდა იქნებოდა უფრო კარგი და რაც იყო ოდნავ ჩავარდნები აი მაგებს ჩაგივარდა over shape რაღაც უხეშად გამოვიდა და თვითონ ეს პატარა რაც გააკეთე
International Foxtrot არ იყო მაინც და მაინც დგომი არ იყო ცუდი კარგად დაიწყე მე რეაგერია ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენ არჩევნებს რასაკეთებს ლიანობაში ჩემი აზრით ამ ძლიერი ცეკვისთვის ძალიან კარგი შედეგი გააკეთე და ხარ მართლა ძალიან დიდი მადლობა. ყველაფერი შედარებითია, ოკეი, სხვებს უნდა შეგადარო. ამიტომ სხვამ შეიძლება რაღაცა მარტივი ცეკვოს კარგად, შენი ცეკვე რაღაცა ართული რაღაცა ოდნავ დიდი შეგეშალო. მადლობა. გოჩა, ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, with action and with reaction, წადით ჩარკის ოთახისკენ. კი ბატონო, ნუცა დაგხვდებათ. Beautiful trio, ძალიან ლამაზი trio, ლამაზად შეფუთული კოსტიუმებით, ვარცხნილობა, ფერები, ძალიან ესეთი ჯალას შურიანი ნომერი იყო, შური ორ გოგოს შორის, ძალიან კარგად გაითამაშეთ და დავინახეთ თქვენ რა გიხარიათ? Oh my goodness. It's okay. Okay. So, ეხლა ერთ რაღაცას გირჩევთ, როდესაც სტანდარტულ ცეკვებს ცეკვავთ, tango, foxtrot, quick step, Viennese waltz, slow waltz, whatever. სულ ერთია რომელ ცეკვასაც გოგონა თუ ჩაიცმევს სტანდარტულ ფეხსაცმელს, უფრო უკეთესი ჰილიდი გამოგივა. ლათინის ფეხსაცმელში ძალიან რთულია ქუსლით წასვლა, იმიტომ რომ ფეხსაცმელი თვითონ არის designed ჩამოყალიბებული, რომ ფეხის წვერებით იარო. და როდესაც სტანდარტულ ცეკვას ასრულებ და თუ გინდა რომ კარგი quality აჩვენო, სტანდარტულ ფეხსაცმლის ჩაცმა უფრო დაგეხმარება, უფრო ძლიერად გადაადგილდები, უფრო მყარი იქნები ფეხებზე. ნუ ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ მე გირჩევდით, ხო? ეს რაც შეეხება ახლა ამას. ეხლა კი, რა თქმა უნდა, Salome, right? Beautiful girl. ძალიან ლამაზი ხარ. Great addition. შენი ნომრები იყო რაღაც წარმოუდგენელი ფინალის ტანგო, მაგრამ ეს შენი კონკურსი არ არის, მაგრამ ძალიან დაეხმარე ამ ორ ლამაზ ადამიანს. კარგია, მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ახლა ანიზე, იმიტომ რომ ეს ანის კონკურსია, ანი უნდა გადავიდეს შემდეგ ეპიზოდში and all that. როდესაც დაიწყე ცეკვა, თვითონ ტანგო, ხერხემაში ოდნავ უფრო გჭირდება გასწორება. ხერხემაში უნდა გასწორდე, ჩემო ლამაზო, მხრები უნდა გადაწიო უკან, უფრო ძლიერი ჩარჩო უნდა კონდეს და ეს head motion-ი flamenco taps რო გააკეთე და ესეთი რაღაცა უფრო crispy და ძლიერი გექნებოდა. ამაში ცოტა ავარჯიშე, okay? ოთო, როდი თუ გექნება კიდე საშუალება რომ სტანდარტის ცეკვა იცეკო, ეს კარგი იქნება, მაგრამ საერთო ჯამში მე მგონი ეს იყო კარგად შეფუთული ნომერი, ძალიან დიდი პლუსი რო ყავდათ ეს ლამაზი გოგონა, named Salome, მაგრამ ეს მაინც შენი კონკურსია და მხოლოდ შენ უნდა შეგაფასოთ, ხო? Thank you. დიდი მადლობა და გოჩას მოვუსმენთ. შევაჯამოთ. All right. Ani Salome Otto. Okay, სანამ დავიწყებ Salome-ზე კი ვლაპარაკოთ, მაგრამ მე მახსოვს მართლა Salome, ჩემი აზრით და ეს არა მარტო იმიტომ რომ მე ჩემი აზრი, იმიტომ რომ ყველგან რა ცეკვა, ვინ ცეკვავს, რომელ ქვეყანაში, რომელი წელი 2005 წლიდან დაწყებული, ყველა მონაწილე ვიცი რა იცეკვა, როგორ იცეკვა, რამდენი ხანი Salome ყველაზე ძლიერია 2000 Seriously. ნამდვილად სიამაყით გეთანხმებით ჩვენს. ეჭვიც არ გვეპარება. მაშინვე გითხარი და ეხლაც გეუბნები რომ ჯერჯერობით საქართველოს, გვიჭირავს საქართველოს სოფლიო რეკორდი უჭირავს იმაში რომ ყველაზე ძლიერი ცეკვავე ვარსკვლავის მონაწილე ყავს აქ საქართველოსთან ეს შენ ჩემულამას. All right. As well. რა შეეხება, რაც შეეხება ახლა ანი, Salome და tango და Otto, იცი რა არის? ძალიან კარგად დაბალანსებული იყო ყველაფერი. მე უფრო ველოდი რომ რაღაც იგივე contrast იქნებოდა, რაღაცა რთულია, რომ მაგალითად დაადგე და საერთოდ არ ვიცი რა რამდენ ხანს იცნობ ერთმანეთს უყოლა, მაგრამ ესეთი ენერგია შეიქმნას, რომ ერთნაირი ჯგუფური ენერგია კარგად შექმნით, okay? ყოჩახ მაგაში ჩააცმა ყველაფერი მუსიკალურად, არ მოგერიათ მუსიკა, კარგად იყო დაადგმული. ერთადერთი რასაც ვიტყოდი იმას, რომ tango თვითონ უნდა რომ დაბალი ყოფილიყო, თო იქნებოდა კარგი. თვითონ international ვაკეთე link, open promenade რომ მიდიოდი, then you are doing like over shape and anyway, technical სახელები და same foot lunge რაღაც რო და okay? ოდნავ იყო მაღალი, სხვა არაფერი და ანი იცი რა არის უყურე, რაც შეეხება შენ ახარ ერთი მონაწილე, რომელსაც რატომღაც ვადარებს შენ საკუთარ
თავს. იმიტომ რომ ისეთი ძლიერი მომენტები გაქვს, რომ მე პატარა ოდნავ რაღაცა რო გამოჩნდება, უკვე მაგას ვადარებ იმას, right? იმიტომ რომ seriously, ხოდა ეს რაღაცა ერთინა რჩება ისგება, ეს უნდა დააბალანსო. აი ეს რო დააბალანსო, იქნებოდა აი მე dynamite, იმიტომ მაგალითად ძალიან გააკეთე ძალიან კარგი გადაადგილება, ძალიან კარგი link, sharp, ყველაფერი timing და უცებ ფეხის წერფი არასწორი, აი ეგეთი რაღაც თლიანობაში იქნებოდა perfect, აი ეს balance გაუწი, იმიტომ რომ შენი ძლიერი მომენტები ვადარებთ შენ საკუთარ პატარა შეცდომებს და რაღაცა ცოტა ეს უნდა გამოვასურო. თლიანობაში იყო ძალიან ლამაზი და ძლიერი ნომერი, ამიტომ ძალიან ლამაზად შეხამებული და გოგონები ერთმანეთს რო იტყვიან ასე დააკვდით რა ძალიან კარგი. დიდი მადლობა საოცარი შეფასებისთვის. ძლიერ საღამო მშვიდობისა ელენე ვალალო ვიენის Walls. ეხლა რჩევებს მოგცემ, იმიტომ რომ ეს მეოთხედ ფინალია. შენ გინდა რომ გადახვიდე წინ და წინ, ნახევარფინალი, მერე ფინალი. რჩევები რა იქნება ჩემს გარო გაითვალისწინო. რაც არ უნდა ნერვიულობდე, არა უშავს, ინერვიულე, ოღონდ სახეზე არ უნდა შეიმჩნიო. შენ შეგიძლია შიგნით თუ გინდა გული მოიკლა, რაც გინდა გააკეთო, მაგრამ სცენაზე რო გამოხვალ, ამას ქვია stage face, ხო? poker face, stage face, თარჯიმანი. stage face, poker face. სასცენო სახე. სასცენო სახე. აჰა, ელენე, სასცენო სახეზე უნდა ამუშაო. აუცილებლად. ეხლა უფრო breed ხო? ეხლა უფრო უკეთესია შენი სახე, რომ ცეკვავდი შენ სახეზე, იცი რა გეწერა? ეხლა რა გავაკეთო? ვაიმე შემეშალა, ვაიმე ფეხი დამეკარგა, ვაიმე ისკენს, მაგრამ ამ გოგომ ისე გადაგარჩინა და თავისი თავი თვითონ აიტანა ატაცებაში შენ რო ესე და კი თვითონ აიტანა თავის თავი. დავინახე, მეთანხმები არა, იმიტომ რომ მე ვიგრძენი, შენ რაც იგრძენი, რაც კარგია. ვალალო, შენ არ ინერვიულო, მაგ გძნობით გავიარე 9 ტური. მაგრამ ესე იგი რჩევები რა იქნება? რა იყო stage face? სასცენო სახე. სასცენო სახე ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, სტანდარტულ ცეკვებს რომ ცეკვავ, კი, ჩარჩო მოგიწონე ფოქსტროტში, მაგრამ რაც არ უნდა ეცადო შენ ჩარჩოს ამ პერანგში, შენი ჩარჩო სუფთა არ გამოჩნდება. ამიტომ პიჯაკი უნდა ჩაიცვა. აუცილებლად სტანდარტულ ცეკვებს აქვს თავისი საჭირო outfit, ხო? ამიტომ უნდა გეცვეს პიჯაკი, რომ შენი კი კარგად ქონდა ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ჩანდა ისე კარგად, როგორც შენ ფოქსტროტში. კისერი უნდა დაჭიმო. გინდა არ გინდა უნდა დაჭიმო. ხო? სახე უკან უნდა გაწიო. ეხლა კი შეცდომები კი ჩაიდინე, 1-2 დაგეკარგა ფეხი, მერე ისევ იპოვე, არა უშავს, უფრო ჩქარა იპოვე შენი. შორენა, ერთ ქულას თუ მიუმატებთ, ჩემ პიჯაკს ჩავაცმევ ახლავე. მართლა? კი. რატო აქამდე არ მოიფიქრე? მე ხო არა ვარ სპეციალისტი, მე ხო არ ვიცოდი რომ პიჯაკი უნდა ეცვას ვალსზე აუცილებლად. შარმალი და ხუთი ქულა დაემატა. იცი რა, თუ შემდეგში გადავა, მაშინ ათხოვე პიჯაკი. კი ბატონო. ეხლა ვერ ვალალო მოვა. მოვილაპარაკეთ. ნუ მოკლედ, საერთო ჯამში, რატო გამოწყვეტინე? point შორენა. პიჯაკზე საუბრობდით და ვერ მოვითმინე ბოდიში. ცეკვაზე გადავედი. ამიტომ შუა, okay. მოიცადე სად ვიყავი? კაი. Overall შენი ვიენის Walls, ელენე, ძალიან კარგი შეფუთული კომპოზიცია ქონდა. ყველაფერი კარგად გაართო, უბრალოდ ცოტა დაგეკარგა სადღაც, მაგრამ მოიყვანე უკან. დიდი მადლობა და გოჩა გთხოვთ. All right. ვალალო ელენე, რაც შეეხება stage face. ეგ მართლა უნდა დაამუშაო რამენაირად და ისწავლო, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ბიჭი ჩახარ შენ და გეტყობა ხანდახან, აი მაგალითად ოთაი და მე სულ ვტირი ვარ ჩიგნეულად, მაგრამ გარედან ნახე როგორები. გეხუმრები რა თქმა უნდა. მაგრამ არა, ეგ უნდა გამოიმუშაო რამენაირად. მაგრამ მოდი ახლა ერთი რაღაცა ვთქვა. არც ერთ ჩემ კოლეგას ვეთანხმები. არც მეორეს. მე მგონი ძალიან ფენომენალური ვიენის Walls იცეკვე შენ დღეს. Thank you very much. Okay? მიუხედავად იმის, რომ შეგეშალა, close change, იყო ამი natural turn, მე pivot, მე syncopated close change უნდა გააკეთებინა შეგეშალა. ბუჰუ, დიდი ამბავი, ეგეთი რაღაცა მე ჩემი შეიძლება შემეშალოს. თლიანობაში, seriously, მე ახლა ვადარებ ერთმანეთს, ყველას, როგორ ცეკვავს. შეფუთვა შეიძლებოდა ოდნავ უფრო სტრატეგიულად სწორი, სიტყვაზე სხვა ფერი, ან jacket, ან tailsuit, მაგრამ ისეთი კარგი პროფესიონალური მიხრა-მოხრა გაქვს შენ მომენტებში ჩემო კარგო. Yes. მაგის გამო მე მაგალითად არ მაწუხებს რომ 1-2 შეცდომა დავუშვი.
Well, ეს არის ფაქტი. მე თავიდანვე ვთქვი, ჯობია რაღაცა გააკეთო რთული, ძლიერი, ხარისხიანი და ეცადო და რაღაცა შეგეშალოს, ვიდრე იყო ნამეტანი safe, როგორ არის ფრთხილი და არაფერი შეგეშალოს. გოჩა, შენ თუ არ გაწუხებს, ჩვენ მით უმეტეს არ გვაწუხებს. შვენიერი ძალიან overall მე მართლა გეუბნები ჩემო ამი შენი ხაზები ყველაფერი გადაადგილების უნარი Vienna's walls რო გააკეთე natural თავიდან გიყურებდი მე შენ ელენემ არ მიგიყვანა ერთს ელენე მარტო იყო შენ თვითონ მიხვედი აიყვან ელენე და წაიყვანე ეს რო გააკეთოს არა მოცეკვავენ მართლა ძალიან იმპრესივ არის და ატაცება რო გააკეთა რა მოხდა მერე რა როდესაც ვთქვი რომ არ მომეწონა მე მივეცი რჩევები სახში ვილაპარაკებ ოჯახური კონფლიქტი არ გვინდა ამიტომ მადლობა Anyway, seriously ყოჩახ უბრალოდ მიაქცია შენ ნერვებს ყურადღება რომ არ ჩანდეს ეს არის შენი natural born personality გაკეთე რომ გეტყობა მაგრამ ნეგატიურად არ ჩანს უბრალოდ მაინც რაღაც სიმპათიებს გმატებს არ ეხმარება ტრენობაში იყო მე I'm very impressed არ მოველოდი ესეთ ვოლს დიდი მადლობა არაჩვეულები შეფასება ფენომენალურიო გოჩა ჩერტკოვმა თქვა ხალხო მეტი რა უნდა ეთქვა დაიშვიდეთ ნერვები და Ladies and gentlemen, here's the man. I mean the man. The sensational. The incomparable. The dynamic Bobby Bland. მოგესალმები. Yes, ძალიან კარგი. Jive ჯერ თავიდან დაიწყეს swing-ით. ლამაზად შეფუთული ნომერი იყო, უნდა გითხრა. კოსტიუმი ძალიან ლამაზია, კარგად ჩანდა ალბათ ეკრანზე. ძალიან smart cut აქვს. ეს ჭკვიანურად არის გამოჭრილი კი 26 ძალიან კაი ნომრები. შენ გამოჭერი. Beautiful. ძალიან ლამაზი იყო. ეხლა ცოტა ოდნავ ჩემთვის ბიჭებში უფრო მეტი მისვლა-მოსვლა იყო და უფრო მეტი exchange energy იყო ვიდრე გოგონასთან, ცეკვის მხრივ. ესე მგონია, მე მგონია რომ ნანუკა ცოტა უფრო მეტი ცეკვა გჭირდებოდა. kicks და საერთოდ მოძრაობები მე მგონი ცოტა უფრო დახუნძლული უნდა ყოფილიყო. იყო ჩემთვის მეოთხედ ფინალისტვის არ იყო ცუდი, მაგრამ ოდნავ უფრო მეც მოველოდი შენსგან. დიდი მადლობა. გოჩა რამდენად კმაყოფილია? ახლა მოვისმენ. გოჩა რამდენ? როგორ ხარ ჩემო კარგო? Good to see you amigo კარგი. Okay, ნანუკა ბრატი, amigo Jive. ეხლა რა შეიძლება თვითონ დადგმა ეფექტიურობა რო უყურებ ტელევიზორში ხალხს ალბათ ძალიან მოეწონა და ძალიან ლამაზი იყო სხვათა შორის. And seriously მე ყველა დადგმა ძალიან კარგი იყო თეატრალურად Absolutely. ეს იყო მე მგონი ეს
ბოლო სამეული ხო სწორია, right? ყველა კარგად არა, სამეული გვექნება კიდე, უბრალოდ ხუთივე. ბოლო წყვილი იყო პირველი ცეკვა. რაც მაგას ვიძახი. ხო. Yes, ხო ბოლო სამეულია. კი ბატონო. მე შლება რამე, no. All right. ამიტომ ვიძახი რომ ყველას ყოჩა, ყველამ კარგი დადგმები გააკეთა, კარგი ნომრები გააკეთა. ხა რაც ეხება jive. დაიწყო ძალიან კარგად. თვითონ მუსიკა იყო Nelly. It was more of a first like the swing character ქონდა მე ოდნავ აჩქარდა. მაგრამ უყურე, ეხლა რა იყო? რაც გააკეთე. ყველაფერი იყო კარგი, მაგრამ ენერგია არ იყო jive-ის სწორი. აი მაგაში აცდა ხასიათი ცოტა, okay? Jive არ არის რა თქმა უნდა rumba, ესეთი sexual, არ არის ესეთი wiggly თუ როგორ არის like samba or sensual როგორც foxtrot, მაგრამ jive არის ამერიკული ცეკვა. Obviously უფრო high energy, მაგრამ უფრო აგრესიული მხიარული ცეკვა. ლაღი და რბილი სიჩქარე არ უნდა მან. მან უნდა ყოფილიყო ძალიან ესეთი boom. Boom, right? აი ეგ დაგლა და შენ უბრალოდ ხასიათში იყავი ძალიან კოხტა. შვიდი და ლამაზი და ლაღი. თვითონ რაც კი შეასრულო ყველაფერი კარგად შესრულებული, მაგრამ თლიანობაში ხასიათში დააკლდა jive-ს ეგ. და მუსიკამაც არ გიშველა. არც ერთნაირად, იმიტომ რომ მუსიკა იყო რაღაც არის უფრო ესეთი jazzy, bluesy. რო ყოფილიყო ოდნავ აგრესიული მუსიკა, ალბათ აგრესიული ხასიათი იქნებოდა. ამიტომ well done, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე ომია, მეოთხედ ფინალია, ამიტომ კარგად დაუკვირდით მომავალში რა ცეკვებია. კარგი ცეკვა, ძალიან კარგი ნომერი, absolutely fine. არაფერი არ იყო, მარტო დამაკლდა ეგ. ამიტომ გაითვალისწინეთ, please. Well done. დიდი მადლობა. Really არ არის. კარგია ყოჩახმან გოგონა. ჩარჩოც კარგად გეჭირა. ოდნავ ხარი გივარდებოდა, მაგრამ არა, უშოს ამაზე ალბათ უფრო მეც იმუშავებ. ჩარჩოს დაჭირა ძალიან რთულია, რაც ნუ გამოგივიდა, თითქმის გამოგივიდა. არ არის ცუდი, ჩარჩო მომეწონა. სანდრო, ახლა რაც შეეხება კომპოზიციას, უფრო მეტი მოძრაობები უნდა მომიტანო შემდეგში, ხო? უფრო მეტი ძირითადი მოძრაობები. კი ერთი ვისკი გააკეთე, ცოტა თავი უნდა გამოუსწორო, დახურულად უნდა დაიწყოს და მე უნდა გააღოს თავი მეორე ნომერზე, ეს კარგი იქნება რომ გააკეთო. უფრო საკონკურსო მოძრაობებს თუ მომიტან, შემდეგისთვის რაც იქნება ესა waltz, foxtrot, tango, quick step, ამ ცეკვებში უფრო უკეთესი იქნება. ლამაზი დადგმა იყო, კარგად იყო შეფუთული ეს კოლგები თავისი შუქებით, ყველაფერი კარგად ჩანდა. მუსიკა არის ძალიან ძლიერი, ესეთი ძლიერი ხმა იყო ყველაფერი. ცოტა ავნერვიულდი მუსიკა რო გავიგე მეთქი ახლა გადაფარავს ამათ მეთქი, მაგრამ კი გაუმკლავდი. გაუმკლავდით, გაუძელით. არა, გაძლებაზე არ იყო. გაუმკლავდი უკეთესი სიტყვა არის, რაც კარგია. ცოტა ცეკვა უფრო დამაკლდა, სანდრო, უფრო მეც მოვითხოვ. მე შენსგან როგორც ქორეოგრაფია, საერთო ჯამში ორი ნომრისთვის ერთ კვირაში ოდნავ წაგახალისებთ. დიდი მადლობა. ველოდებით წახალისებას და საინტერესოა გოჩაც აპირებს თუ არა რომ წაგვახალისოს. ჯერ შევაფასოთ. გისმენთ? Okay, Mariam Sandro, Slow Waltz, Aretha Franklin, you make me feel. Okay. ძალიან ლამაზი სიმღერა, ძალიან რთული სიმღერა ამაზე რო იცოქო, მაგრამ მოდი ახლა დავიწყო იმით, რომ რაღაცნაირად აი ახლა ვზივარ ამ ხელა კაცი და ვფიქრობ ახლა. აი იქით წავიღო, თუ აქეთ წავიღო, თუ საიცავიდე. იმიტომ რომ როგორც თვითონ მონაწილეები ორივე ძალიან საყვარელი, ძალიან კარგად შეასრულეთ ცეკვა. However, აი რატო შვილო რატო შენთავს აი რა იყო არ იყო ეს slow waltz ის იყო ძალიან ჩქარი for slow waltz very ცეკვა ამაზე slow waltz არ იყო აუტანლად Nelly for Viennese waltz აზი არ ვარ როგორ მოახერხეთ რაც მოახერხეთ იმიტომ რომ მე გამიჭირდება ამ მუსიკაზე ცეკვა ნებისმიერი waltz კი იყო 1 2 3 that's it მაგრამ tempo ისეთ საზიზღარ კატეგორიაშია გაჭედილი, რომ Aretha არც იქით წავიდა, არც აქეთ წამოვიდა, არც და რაღაცაერთ მოახერხეთ. და ეხლა გაგლახოთ მაგის გამო, ცოდოები ხართ. არ გაგლახოთ, არასამართლიანობა. ამიტომ ჭკუით მოიქეც, ჩემო კარგები, იმიტომ რომ
თვითონ უყურე hesitation რო გააკეთე ძალიან ლამაზი ხაზები ორივეს თოჯინები ვიხად ორივე ეს შვენივრად ცეკვას არ ქონდა ხარი ავიდა ოდნავ მაღლა ეგეც იმიტომ ავიდა მაღლა იმიტომ რომ დაზდებდი 1 2 3 ეძებდი არ იცოდი სლოუს გაეკეთე იმიტომ რომ ხასიათში იკარგება ყველაფერი ტემპო აძლევს თავის ხასიათს ამიტომ დაეკარგა slow walls ვეღარ გამოვიდა შენი ვიენის walls იმიტომ რომ ძალიან ნელი იყო და რაღაცნაირად ესე იგი აი გიყურებდით და მეცოდებოდით რომ თქვენ თავს რატომ გაუკეთეთ ეს ერთი მუსიკის გამო. However, თვითონ დადგმა ქორეოგრაფია არ იყო არაფერი ცუდი, კარგად შესრულებული იყო, ჩემო ფრთხილად იყავით. მეოთხე ფინალია, okay? Well done. დიდი მადლობა, გოჩა, სანამ მართცემატყეპაზე გადავიდა ახლა შარკის ოთახში გელოდებათ, ნუცავენთ. ანენოთო International Rumba ერთ-ერთი ყველაზე ნელი და რთული ცეკვა. მე ვიცი, მამა ჩემი მეტყოდა ხოლმე თბილისიდან მოსკოვამდე rumba walk-ით რომ ჩახვალ და უკან ჩამოხვალ, მე მკითხე როგორ ვიცეკვეო. ნუ ეს რამდენი ორი მაშინ ნუ საფრთხეში დროს. ახლა კომუნიზმის დროს ბაქაზდილი ბავშვები ვარ. No, გოჩა კომუნიზმის დროს არა. ესე იგი ეს დისტანციანი, ისეთი მნიშვნელოვანია rumba სიარული, rumba walk. ეს მთელი ცეკვა არის ერთი rumba walk, ხო? ნაბიჯი. რა მინდა ახლა მოგიწონო მე შენ ის რომ არც ერთი ნაბიჯი იატაკიდან off the floor არ ქონდა. თარჯიმანი. აწეულია. ანუ აწეული. I never volunteered. ხო, ფეხის არა, თავისუფალ ფეხზე გეუნება ეს free leg. ესე იგი ყოველთვის brushing-ს აკეთებდი, რაც ძალიან კარგია. არა საყდენ ფეხზე გელაპარაკე. Yeah, traveling. ფეხი რომელიც მოძრაობდა, ხო? მოძრავი ფეხი. მოგზაურობს, traveling მოგზაური ფეხი. ამ შემთხვევაში მოძრავი. სამოგზაურო ფეხი. მოგზაურობდა იქნება. ქართული რთული ყოფილა, ჯი. კი, რთულია. რაც ეს კარგი, იმიტომ რომ rumba-ში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძირითადი, როგორც ხინკალში შიგრადებს ის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეს არის rumba-ში ეს ერთი ნაბიჯი, ხო? ის ერთი ნაბიჯი თუ არ გექნება ლამაზი, არიცეკო. ეს კარგი იყო მომეწონა. ეხა თეძოები ცოტა სამბაში ისეთი კარგი ძლიერი თეძოები ქონდა. აქ ცოტა rumba-ში მშრალი იყო შენი თეძოები. უფრო settling down. როგორ? ჩაჯდომა, საყრდენ ფეხში უფრო უნდა ჩაჯდე თეძოში, ცოტა ეგ დამაკლდა, უფრო შეგიძლია, იმიტომ რომ ვიცი რომ flexibility გაქვს თეძოებში, ამიტომ rumba-ში შენ შეგეძლო. სხვათა შორის მე ველოდებოდი როგორ rumba-ს მომიტანდი მე, იმიტომ რომ სამბაში ისეთი კარგი თეძოები ქონდა, მაინტერესებდა როგორ იხმარდი ამ თეძოებს rumba-ის დროს. ოდნავ შეგეძლო დაახლოებით 65% დაგაკლდა შიგჭას. უფრო უნდა გდომოდა. საერთო ჯამში ხასიათით გრძნობებით კარგი იყო. ეს ატაცება რომ გააკეთე და დაგატრიალა შენმა პარტნიორმა ცოტა ფეხებში რომ ოდნავ შეიმართო და იგრძნო ფეხების სილამაზე უფრო ლამაზი იქნებოდა. legs ფეხები, ფეხის ტერფები კი არა, თვითონ ფეხები, ხო? ამაში უფრო კარგი იქნებოდა და საერთო ჯამში არ იყო ცუდი ყოჩახ. დიდი მადლობა. გოჩა გისმენთ. Okay. Ani auto rumba. Okay, მოდი ხა ვილაპარაკოთ rumba-ზე, ჩემო კარგიბო, რა მოხდა და რა ხდება აქ. მოჯერიგე ძალიან ლამაზად ხარ შეფუთული, მაგაზე არც ერთ არის პრობლემა არა, მე მგონი, თქვენ ერთ-ერთი წყვილი ხართ, რომელიც ყოველთვის შეფუთული ხართ კარგად. და სწორედ, კი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი counts. Yeah, ამიტომ, თუ ხარ მოცეკვავე, look it. უნდა გამოიყურებოდე როგორც მოცეკვავე. So, მაგ პრობლემა არა გაქვთ თქვენ. შენ ანი როგორც ენერგია, ესე იგი, მოდიხარ რაღაცა ძლიერი ენერგია, გახასიათებს ძლიერი ენერგია. ეხლა რა მინდა მე rumba-ში რა იყო კარგი, რა იყო რა აკლდა და ასე შემდგორს. მეუნებით სულ ყველას, right? რა იყო იცი? momentum გრძნობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ქორეოგრაფი გაუკეთე. Yes, დაიწყო ჩვეულებრივად, the three openings, sliding doors, ეს რაც მე მომწონს, რა თქმა უნდა. მაგრამ უყურე, იგივე დროს ეძებდი momentum-ს ვერ. გინდოდა რომ ყოფილიყავი ჩქარი და ვერ იყავი, იმიტომ რომ გეხმარებოდა შენი პარტნიორი. ხელით გატრიალებდა რომ ჩქარა მისულიყავი, ჩქარ წასულიყავი. ეს იმიტომ რომ შენ საკუთარი წონასწორობას
ვერ იყენებდი ფეხზე რო იდეგი. Yes, მაგიტომ გამოდის we call it a wobbly. როგორ არის ხა ქართულად მილიონი წელი მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ wobbling ქართულად არის ვაბელინგი. No, wobbling. Wobbling. A little bit wobbly. როგორ არის რო მე მგონი რყევა. Ja, რყევადი. ხო, ყანყარი უცუდა მათემატიკური კანკარა. Anyway, სუყურე, რომ გიყურებდი შენ რა სტილობდი და რა უნდა გაეკეთებინა. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შენი საკუთარი წონასწორობის გრძნობა უნდა იგრძნო. აი ეგ რომ დააგემატებინა, შენ იქნებოდი რაღაც dynamite მართლა ამ ცეკვაში, right? Seriously, შორენა მართალია, უყურე, მე Well twist. Forget that. არასწორი რაღაცა ვთქვი. შორენა არასწორის მართალია და შორენა მართალია ბაქფრივ რომ ეს წონასწორობა ჩაჯდომა თეზოში ვეძახით ჩაჯდომას თუ რა არის ეს განამხოლოდ იმიტომ არის რომ თეზოები ვაჩვენოთ ეს ვაჩვენოთ გრავიტაცია და სიძლიერე სიმყარე გადაადგილების რომ კონდეს და მაგაში იწვალ ეს ლამაზე ჩეფუტული ლამაზი ქორეოგრაფია აი გინდა რომ ჩქარა წახვიდე და ოთო ხარ იქ მოდი აი ეგ ამიტომ ეს well good job იცი რა არის სამწუხაროდ სხვა გზა არა აქ რომ სხვანაირად არ გააკეთებ იმიტომ რომ ეს არის live show ცეკვა თლიანობაში იყო ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი ქორეოგრაფია, კარგად დაცეკვი, ამიტომ მეტი შრომა ყველას გამარტო შენ მეტი. ამიტომ რაც კი გითხარით, გაითვალისწინეთ შემდეგ ეპიზოდში. დიდი მადლობა, გოჩა. დიდი მადლობა. ამით შეგეძლო დაგეწყო. კარგით. Welcome, Bobby. ძალიან სასიამოვნო რომ ისე პარკეტზე ხარ, ძალიან კარგი. Okay, trio, cha-cha-cha. ცოტა მუსიკა იყო ნელი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. წესით, როდესაც გამოდიხარ სცენაზე, ადრენალინი ისე მაღლა ადის, რომ როდესაც მუსიკა ნელია, ასწრებ, ხო? ამიტომ მე გაითვალისწინეთ, გირჩევნია ჩქარ მუსიკაზე დაუდგა რამე, იმიტომ რომ ადრენალინი ამუშავებს ფეხებს, ხო? იქ რო ცალკე იცეკვე ბაბისთან ერთად, ცოტა მუსიკის წინ გარბოდი, მაგრამ არაუშავს ალბათ მივხვდი შენ თვითონაც stage phase სცენის სახე უკეთესი ქონდა ალბათ ამაზე ფიქრობდი ცოტა თვითრი ჩაჩაჩას ხედავდი რომ ითვლიდი კი დაითვალე გენაცვალე ოღონდ გულში დაითვალე აქეთ არ მაჩვენა ხო ხელები რომ გითხარი იპოვე მეთქი პირველი თუ მეორე ეპიზოდში თითქმის იპოვე ხელები მაინც უფრო უნდა დაიხვეწო ხელებით ეს ხელები იმიტომ გაქვს რომ დაასრულო მოძრაობა და არა იმიტომ რომ ვაიმე რატომ აქვს ეს ხელები ხო? ამიტომ მოძრაობის დასრულებაში რომ უფრო გამოიყენო შენი ხელის მოძრაობა, ეს უფრო უკეთესი იქნება. ეხლა 200-ით ლამაზ გოგონასთან ცეკვა კი იყო რთული, მაგრამ მე მგონი გაართვე თავი. Cuban Hills-ზე გახარ, რაც კი ძალიან კარგი. Cuban Hills-ზე გახარ, რაც ძალიან რთულია მამაკაცისთვის, მაგრამ უფრო უნდა იყო ძლიერი ფეხზე, საყრდენ ფეხზე ცოტა უფრო დიდი ხანი რომ იდგე, უფრო ძლიერად და უფრო პოზიტივ გექნება ენერგია და არ გექნება ეს ფეხები ცოტა ესე wiggle-ს რო აკეთებდა. Wobbly, wiggle, ხო? საერთო ჯამში ყოჩახ მეორე ნომრისთვის. დიდი მადლობა და გოჩა შევაჯო. Okay. მამალი გოგონა, როგორ ხარ ჩემო კარგო? I'm good. მე ზამიხარი რომ ხედავ კიდე. Okay. ჩვენი მამალი გოგონა ეს seriously ბაბი იყო ყველას თავისი საქმე სხვადასხვა ყველას ცეკვა ყველა სეზონიდან აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მახსოვს okay არ გვიკვირს ჩვენ თქვენგან ხო ჩემი well მადლობა რა იყო ესე იგი ბაბი შენში რომ აი focus როგორ არის determination მიზანი ხო აი რომ დაიწყო თავიდან აი ესე რომ წავიდა ბოლომდე yeah art stage phase დასჭირდა არაფერი აი ესე რომ წავიდა ეს ბოლომდე დაამთავრა. ესე იგი ველოდებოდი როდის დაიშლებოდა მენტალიან რამე. ეგეთი რაღაცა არ მოხდა. ამიტომ გააგრძელ ცხოვრებაში ეგრე ჩემო ლამაზო, okay? Yeah. Well, ძალიან ლამაზად გამოიყურებით ორივე. ეხლა რა შეეხება ჩაჩა. მოდი ვილაპარაკო ჩაჩაზე, ელენა ვალალო. Okay, იცი შონა ვიზახდე ვეთანხმე თან მეცინება, ესე იგი, ნახე რა ალამაზი გოგონები ყავს და ხელები არც საცა იყო ვერ გავიგე. ეხლა იმდენ რაღაცებს გასწავლიდ, მაგრამ ეხლა ხალხში მაგას ვერ გეტყვი. I mean, ერთი აქ, ერთი იქ და ხელები დაკარგე. Come on, რა მოკიდე ხელი, ნახე, მთლიანობაში რაღაცნაირად ეგ მომენტებში ესე მიდიოდი და მოდიოდი, მაგაში თუ დაიკარგე
გადმოიკარგე. ნომერი არ იყო ცუდი, ჩაჩა არ იყო ცუდი, უბრალოდ მართლა მუსიკა იყო ძალიან ელერტულია, as usual, adrenaline გაზლებს და მე ვიხარ ჩქარა. მე შეცდომები ელენი შემოლამაზო, იმიტომ რომ შეხარ პროფესიონალი ამორიდან, ოკეი? არც ერთ შემთხვევაში მე აი მე როცა ყვავდა შემაგივართ, ოკეი? მე არა პროფესიონალს მარტო არ დავტოვებდი. რა, იმიტომ რომ ვერ დაეხმარება ეს, მაგას ვერ დაეხმარება, ეს ამას ვერ დაეხმარება. ამიტომ ცოტა რომ ესე იგი smart იყო, სულ ასე დავიჭერ არა პროფესიონალს და ვაცეკვებ და შეცდომის უნარს არ მიცეთ. იმიტომ რომ მუსიკა დაეკარგათ ოდნავ, იმიტომ რომ ერთად ცეკვავდნენ ორი არა პროფესიონალი. ეს უბრალოდ იყო თვითონ ქორეოგრაფიის ბუჰუ. You know, ტრენობაში გაითვალისწინე ეგეთ რაღაცები არ მოხდეს. ლამაზი ქორეოგრაფი იყო, კარგად იცეკვეთ, ვალაუცოდ შენი basic იყო ძალიან დიდი, ძალიან ფართე და ალბათ მისდევდი რომ მისულიყავი ჩქარა. ესე იყო ხან ელენე მამალი გოგონი. აკეთიკით, right? მაგრამ რაღაცნაირად თლიანობაში არ ნერვიულობდი და არ გამოიყურებდი რომ ნერვიულობდი. ამიტომ ნომერი არ იყო ცუდი, რა თქმა უნდა ახლა ვიცახ ყველაფერი შედარებითია, მე გადარებ ყველა ნორმერსაც კი ვნახეთ ამ საღამოს, okay? Well done, გაითვალისწინე შენი მომავალი, შენი შნები. დიდი მადლობა გოჩა, დიდი მადლობა, თქვენ კი ნუცას